ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბაზრიდან რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ქსელი გავიდეს. დიპლომატ ჰოლდინგის ხელმძღვანელი დიმა შენგელია გვერდება უკვე პირდაპირ ეთერში. ბატონ დიმა, შუადღემშვიდობის, სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ ჩვენს თემას ასაუბროთ, ლარის კურსზე თქვენს მინდა კითხოთ, რადგან რა თქმა უნდა, თქვენს ბიზნესაც ეხება ეს ყველაფერი, რამდენად რა ზარალზე შეიძლება უკვე დღეს ვისაუბროთ, არის თუ არა ეს რეალურად დათვლილი ციფრებში და გიშლით თუ არა ხელს საქმიანობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია, რომელიც სახეზე გვაქვს. მადლობა კითხვისთვის, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ცხადია, ლარის კურსის ვარნა იწვევს იმას, რომ ჩვენ იძულებული ხდებით გავზარდოთ ფასები. ან თუ ჩვენ არ ვზრდით ფასებს, მაშინ იმ ბრუნვაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თვის მანძილზე, ვზარალობთ გარკვეულ წილად. ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ, რომ არ გავაძვიროთ ფასები, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდად აისახება საბოლოო მომხმარებელზე, კი რეაგირებს ჩვენი ბრუნვებიც ამ დროს მცირდება და ბიზნესი არ ვითარდება. მაგრამ დღეს ლარის კურსი არის აი ისეთ დონეზე, აი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში, რის იქით მე უკვე ვეღარ ვხედავ გამოსავალს, როგორც ფასების გაძვირების. მით უმეტეს იმ პროდუქციაზე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ მყარ ვალუტაში. თუ ჩვენ შემოგვაქვს პროდუქცია, თქვათ ისეთი ქვეყნებიდან, როგორც არის რუსეთი, ან უკრაინა, ან ყაზახეთი, სადაც ხდება იგივე კურსის დევალვაცია, ამ შემთხვევაში ის პროდუქტი უფრო იტანს ამ კურსთან შორის სხვაობებს ვარნას და იქ ისე მტკივნეულად არ აისახება ეს მომხმარებელს, მაგრამ დოლარში და ევროში რა თქმა უნდა პროდუქცია რომელიც შემოდის, იმაზე მომენტალურად მოქმედებს და ურტყავს ძალიან. ანუ თუ თქვათ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, თქვენ არ გამორიცხავთ რომ ფასები გარკვეულ პროდუქტებზე, რომელიც იმპორტირებულია, თქვათ ევროპიდან. ხადია, ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ფასწარმოქმნა ხდება მხოლოდ კურსის გამო. თუ რაღაც ზღვარს გადააბიჯებს კურსი, რა არის ეს ზღვარი? ნუ დღეს უკვე საკმაოდ. ნუ დღეს 2.5-ზე მეტი თუ იქნება კურსი, ავტომატურად გამოიწვევს ფასების ზრდას. გასაგებია, მადლობა ბატონ დიმა, გადავიდეთ თემაზე, რომელზეც სასაუბროთაც ძირითადად ჩვენ შევიკრიბეთ. პრობლემა, რომელიც იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და ქართულ სავაჭრო ქსელებს შორის დგას უკვე რამოდენიმე წელია და პრინციპში იქიდან მოყოლებულაც ურთიერთობა დაიწყო. ჩვენ ეთერს გარეთ საუბრობდით, რომ ეს არ არის ახალი და ეს რაღაცნაირად ვითარდებოდა და ძალიან ღრმა პრობლემა გახდა. რა პრობლემები აქვს იმპორტიორებს სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობაში და თქვენ რა გზებს ხედავთ, რომ მოიძებნოს გამოსავალი ერთი ბიზნესის მისაღებიც და მეორესთვისაც? დიდი მადლობა კითხვისთვის. მე ვისურვებდი დავიწყო პატარა ასე ვთქვათ ისტორიული ფაქტებით, რომელიც ალბათ ყველამ ჩვენ კარგად გვახსოვს, ყველას გვახსოვს და აქედან მივყვები იმას, რომ რა ხდება დღეს ბაზარზე და საითკენ შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. როდესაც რამოდენიმე წლის წინ საქართველოს ბაზარზე გაჩნდნენ პირველი ქსელები, ჩვენ მომწოდებლები დიდი სიამოვნებით უჭერდით ხარს და შექონდა მან პროდუქცია, ცდილობდით რომ განვითარებულიყო ეს მიმართულება, ანუ თანამედროვე რიტეილი. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს რითი დასრულდა რამოდენიმე ქსელის ასე ვთქვათ ბედი. IBC ვთქვათ, ავიღოთ, ანუ ულევი, იყო ეგეთი ქსელი, პოპული, ძალიან ცნობილი. მე რაც გუდილსაც დაემართა და რეაბილიტაციაზე დღეს და დღესაც ეს ტენდენცია გრძელდება ქართულ ქსელებში განსაკუთრებით და მე ვფიქრობ და არა მარტო მე, რომ ეს არის იმის ასე ვთქვათ ბრალი, რომ ქართულ ქსელებმა როცა დაიწყეს ბიზნესის განვითარება, მაგ მომენტში საქართველოს არ ქონდა ის გამოცდილება, არც ბიზნესმენებს, არც ისტორიას, რომ შექმნილიყო ესეთი თანამედროვე რიტეილი და მაგის მართვა, მენეჯმენტი არ არსებობდა. ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ დამფუძნებლის ვთქვათ სურვილზე. და მათი სურვილი რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ის რომ გამოცდილება არ ქონდა, არასწორი მენეჯმენტი და ჩვენ მომწოდებლები გამოდიოდით მათთვის როგორც ასე ვთქვათ უპროცენტო მსესხებლები, ეწევდა იმას, რომ მაგათ უჩნდებოდა sakmod კარგი მაღალი აპეტიტები და ამ ამბიციებით აფართოვებდნენ საკუთარ ქსელებს. ანუ რეალურად დღეს არაჯანსაღი ბიზნეს ურთიერთობა მიმდინარეობს დისტრიბუტორებსა და მომწოდებლებსა და მიმღებებს შორის, ასე ვთქვათ. არაჯანსაღი ეს ბიზნეს ურთიერთობა. როგორ გამოვასწოროთ და გავაჯანსაღოთ გარკვეული რეგულაციების დიახ, ზუსტად ჩვენ
რამოდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია და მაგ ასოციაციის ფარგლებში ახლა მუშაობთ რამოდენიმე მიმართულებით პროექტებზე სახელმწიფოსთან, მთავრობასთან. ერთ-ერთი არის გაკვეთრების კანონი და მეორე ჩვენი ინიციატივა რომ შემოვიღოთ ისეთი რეგულაცია, რომელსაც ქვია თანხის გადავადების პერიოდი, რომელიც იქნება დაფიქსირებული კანონით. თქვა დღეს ყველა მომწოდებ, ყველა რიტეილი ცდილობს რომ იმუშაოს ასე ვთქვათ რეალიზაციის პირობებში. რას ნიშნავს რეალიზაცია? არც ერთ მსოფლიო დონის ქსელს ევროპაში თუ ამერიკაში ეგეთი ცნება არც გააჩნიათ რეალიზაცია. ანუ პროდუქციას რომელსაც ჩვენ პროდუქცია ისინი ხო იხდიან როცა გაყიდიან 2 ცალ იოგურტს ან 3 ცალ მაიონეზს და მაგდროს უნდა გადაიღო. არასაუბრს ეგეთი რაღაცა. მაგალითი იმისი რომ საქართველოს ბაზარში შემოვიდა ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე რიტეილერი და პირდაპირ მაგათთან პირველივე დღის მოლაპარაკებებში იყო გარკვეული ის რომ ეგენი მუშაობენ კონსიგნაციით, რასაც ჩვენ ვეძახით, ანუ ვადის თანხის გადავადების ესა რა ქვია პერიოდი. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან შვიდად ვართ, როცა ვიცით, რომ ის პროდუქცია, რომელიც შევიდა დღეს, დაუშვით 1 თვეში ან 40 დღეში იქნება მაგის თანხა იქნება გადახდილი. ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ ჩვენი cash-flow, ჩვენი მოგება, ზარალი და ასე შემდეგ. გავაჯანსაღოთ ბიზნესი, რეინვესტიციები გამოვახდინოთ მაგ თანხების, ისევ ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. მაგრამ მანდ როცა ხდება რეალიზაცია, რასაც ახლა ბევრი ქართული ქსელი, არა ყველა, მაგრამ უმრავლესობა, ასე ვთქვათ, აწვება იმას, რომ მაინდა-მაინც უნდა იყოს რეალიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვაკონტროლებთ რეალურად რა არის გაყიდული, რა ნაშთები აქვს და მაგათ აქ უჩნდება სურვილი მე ამ თანხებით, თაღლითური სქემებით აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. რეგულაციის გარეშე ვერ დარეგულირდება ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, ანუ რომ არ მივიღოთ კანონი, რომ ვთქვათ მაღაზიამ საკვები პროდუქტების მიღების შემდეგ 30 დღეში უნდა გადაიხადოს თანხა, ან 45 დღეში არასაკვები პროდუქტების მიღების შემდეგ. ამის გარეშე არ მოგვარდება სიტუაცია, რომ თვითონ ბაზრის მოთამაშეებმა, კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ დისტრიბუციის მიმართულებით და კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ რიტეილის მიმართულებით, შეიკრიბონ და შეიმუშაონ ერთიანი გეგმა სტრატეგია, რომ არ იყოს ეს ვთქვათ მაინც და მაინც რეგულაციაზე მიმართული. მე ვთვლი, რომ საქართველოში და ამისთან ქვეყნებში, როგორც საქართველო, პატარა ქვეყნებში, სადაც არ არიან ესეთი ძალიან მსხვილი დისტრიბუტორები, რომელსაც უკავიათ, ვთქვათ, რამოდენიმე, უზარმაზარი პორტფელი აქვს თავიანთი პროდუქციის და არსებობენ ბევრი მცირე და პატარა კომპანიები, რომლებსაც დღეს ერთადერთი საშუალება აქვს, რომ აწარმოონ ბიზნესი, არის რაღაც პროდუქცია შემოიტანონ საზღვარგარეთიდან და გაუწიონ მაგას დისტრიბუცია. მაგათ ძალიან გაუჭირდებათ, რომ ერთიანი ძალებით, თქვათ, ჩამოაყალიბონ ესეთი რეგულაცია. ამით მაგათ სჭირდებათ, რომ თავიანთი პროდუქცია შეიტანონ ქსელში და ოღონდ გაყიდონ. ამიტომ თუმცა მათთვისაც მისაღები იქნება ეს რეგულაცია, რა თქმა უნდა, დისტრიბუციისთვის მისაღები იქნება ამ ბიზნესისთვის, მაგრამ ეს იქნება გადასარევი ყველასთვის, მე ვფიქრობ რიტეილისთვისაც. დისტრიბუციისთვის თავისთავად ცხადია იქნება საუკეთესო. თავრობისთვის იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენი ფულადის სახსრები დაგვიბრუნდება დროულად და პირდაპირ აისახება ეს 1 იანვრიდან ახალ კანონზე, ხო? მომენტალურად ჩვენ გაგვიჩნდება თავისუფალი თანხები, გაგვიჩნდება სურვილი ამ მოგების მოხსნის დივიდენდების და გადავიხდით გადასახადს. ეს გააჩენს იმას, რომ საკმაოდ მაღალი ფულის ბრუნვა გამოჩნდება ქვეყანაში. და როგორც ვიცით, მუშაობთ უკვე საკანონმდებლო ინიციატივაზე. ჩვენ მუშაობთ და რიტეილს მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით ძალიან აწყობს. იმიტომ რომ ამ რეგულაციით აღარ ექნება ბევრ კომპანიას იმის სურვილი, რომ მაგათმა არა საკუთარი სახსრებით, არამედ ჩვენაირი კომპანიების სახსრებით გაზარდონ ეს ქსელები უსასრულობამდე და მე გაკორტნენ. იქნება მხოლოდ რამოდენიმე ჯანსაღი ქსელი, რომლებსაც ექნება საკუთარი სტანდარტები და სტანდარტებით იმუშავები. და არა დაფუძნებლის, ასე ვთქვათ, სურვილზე იქნება დამოკიდებული, რომ შუა წელიწადში შეცვალოს პირობები მომწოდებლებთან და შეცვალოს ყველანაირად აურდაურიო სიტუაცია. არამედ იმუშავებს მენეჯმენტი, იქნებიან სპეციალისტები და იქნება ევროპის და საერთაშორისო დონის სტანდარტების რიტეილი. წასაგებია, დიდი მადლობა ბატონო დიმა, ანუ რეალურად ეს გააჯანსაღებს ბიზნეს ურთიერთობებს ბაზარზე, მისაღები
განსაღები იქნება რიტეილისთვისაც და დისტრიბუტორებისთვის, მომწოდებლებისთვის. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ რიტეილის ბიზნესის წარმომადგენლის და სავაჭრო ქსელის ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციას ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისა და ჩვენი ეთერის კარი, ასე თქვა, დღეა. დიდი მადლობა ბატონ დიმა შენგელიას, რომელიც იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და რომელიც ასოციაციას უკვე მუშაობს, ასე თქვა, კანონპროექტზე, რომელიც წარადგინება ალბათ ახალი მოწვევის პარლამენტს. და რაში არ ეთანხმება ბიზნესის სავალუტო ფონდს და რა შედეგებზე მიუთითებს კერძო სექტორის სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში შეგახსენებთ სავალუტო ფონდის საქართველოს მთავრობას მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად შექმნილი საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას აძლევს. რა